ლიტერატურა ყოველთვის იყო ცენზურის განსაკუთრებული ობიექტი, რადგან ისტორიის განმავლობაში ყველაზე ტაბუირებული და აკრძალული თემების გაშუქებას პირველ რიგში მწერლები ბედავდნენ. თომას მორტონის ახალ ინგლისური ქანაანი. მსოფლიოში პირველი აკრძალული წიგნი გახდა თომას მორტონის სამტომიანი ნაშრომი. კოლონისტის, რომელიც ახალი სამყაროდან უკან ინგლისში გადაასახლეს, არასათანადო საქციელის გამო. 1624 წელს ინგლისელი თომას მორტონი ჩავიდა ამერიკაში და მასაჩუსეტსში დასახლდა. თომას მოსწონდა განკვნილი ცხოვრების წესი და ტავერნები. ინგლისიდან გადმოსვლის შემდეგ თავის ამხანაგთან მეკობრე რიჩარდ ვოლასტონთან ერთად დაარსა დასახლება მაუნტ ვოლასტონი, ვოლასტონის მთა, ახლა კი ქალაქი κουინსი, მასაჩუსეტსის შტატში. მორტონი სიმპათიით იყო განწყობილი ამერიკელი ძირძველი მოსახლეობის მიმართ, რომელთა კულტურას ევროპულთან შედარებით უფრო ცივილურად და ჰუმანურად თვლიდა. სიამოვნებით ყიდულობდა მათგან ბეწვეულს, სანაცვლოდ ყიდდა ინგლისიდან ჩამოტანილ ალკოჰოლს და იარაღს. თანდათან მის წინააღმდეგ წამოვიდა ბრალდებები, რომ თომასი ადგილობრივივით იქცევა, რაღაც წარმართულ რიტუალებს ასრულებს და ადგილობრივ ქალებთან ორგიებს აწყობს. 1626 წელს ვოლასტონი ვირჯინიაში გაიქცა და თომასი მარტო დატოვა დასახლების სამართავად. თომასი ამით დიდად არ განაწყენებულა ვოლასტონის მთას სახელი შეუცვალა და უბრალოდ თავისი გემოვნებით შეარქვა მხიარული მთა. 1628 წელს ინგლისური დღესასწაულის მაი-დეის აღნიშვნისას, რომელიც აღინიშნება მაისის პირველ ორშაბათს, თომას მორტონმა მოაწყო გრანდიოზული ღრეობა და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მღეროდა სიმღერებს და პურიტანული სტანდარტებით სრულიად შეუფერებლად იქცეოდა. შედეგად პურიტანების მოთმინება დასრულდა და მომავალი წლის ივნისში მორტონი პოლიციამ დააპატიმრა ადგილობრივებისათვის იარაღის მიყიდვის გამო. ის გაასამართლეს ინგლისის ქალაქ პლიმუთში. მასაჩუსეტსში დაბრუნება აეკრძალა და 1643 წელს გარდაცვალებამდე პერსონა ნონ გრატად დარჩა. 1627 წელს თომას მორტონმა გამოაქვეყნა თავისი სამტომიანი ნაშრომი, ახალ ინგლისური ქანაანი. ეს იყო კონსერვატიული პურიტანული ცხოვრების მწარე გამოაშკარავება. მასში მან კოლონიალისტებს მიანიჭა დამამცირებელი მეტსახელები, მაგალითად კაპიტანი არარაობა ან კაპიტანი ბუჭყა და კოლონიების დემილიტარიზაციას რეკომენდაციას უწევდა. პლიმუთის გუბერნატორმა წიგნს ახალ ინგლისური ქანაანი უწოდა, უსინდისო და შეურაცხყოფელი წიგნი, რომელიც ლაფში სვრის ქვეყნის საუკეთესო ხალხის და ხელმძღვანელობის ღირსებას, სამსეს სიცრუით, ცილის წამებით, ღვთის გმობით. გასაკვირი არ არის, რომ წიგნი აღიქმებოდა როგორც ლიტერატურა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პურიტანულ სისტემას და ამის გამო აკრძალული იყო. გამოიწერე კოდის YouTube არხი.